სიამოვნებით გსურს წარმოგიდგინოთ ისტორიის დოქტორი თია ქართველიშვილი შემოგვიერთდა დილამშვიდობისა თია. მოგესალმებით. დილამშვიდობისა. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ჩვენმა რეჟისორმა მოამზადა ვიდეო, რომელშიც გადმოცემულია წმინდა მეფის მიმართვა საეკლესიო კრებისადმი, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები სიტყვები არის ამაში ასახული. მოდი ახლა ერთად ვნახოთ ეს ვიდეო, მოისმინოს ჩვენმა ტელემაყურებელმაც და შემდეგ განვაგრძელოთ სტუდიაში საუბარი. გთხოვთ. წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის მიმართვა საეკლესიო კრებისადმი. წმინდა მამანო, თქვენ ღვთისგან ხართ განწესებულნი მოძღვრად ჩვენდა და ეკლესიის მმართველად. ღვთის წინაშე ჩვენი სულებისთვის მეოხებას ეწევით. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და ამტკიცეთ მართალი და განაყენეთ უკეთური. ხილება ჩემგან დაიწყეთ, რადგან გვირგვინი ჩემი მეფობისაა და არა ღვთის წინააღმდეგ ბრძოლისა. უკეთურების შემხედვარე თვალს ნუაიხვევთ მთავართა სიმდიდრისა და უპირატესობის გამო. ნურც გლახახთა უქონლობის მიზეზით გამოიჩენთ ზედმეტ სიმკაცრეს. თქვენ სიტყვით, ხოლო მე საქმით. თქვენ სწავლით, მე კი თქვენგან ნასწავლით. თქვენ წვრთნით, მე თქვენი გაწვრთნით. ერთმანეთს ხელი მივცეთ ჭეშმარიტის ჯულის დასაცავად, რათა არაფერი დავაშავოთ ღვთის წინაშე თქვენ როგორც მღვდლებმა, მე როგორც მეფემ, თქვენ როგორც ეკლესიის წინამძღვრებმა, მე როგორც თქვენგან ნასწავლის ჯულის დამცველმა. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, მოვისმინეთ საოცარი სიტყვები წმინდა მეფე კეთილმსახური მეფე თამარის მიერ წარმოთქმული და რამდენიმე მომენტზე შეიძლება გამახველება ყურადღება, მაგრამ აი ყველაზე მეტად რამაც გამოიწვია ჩემში საოცარი ემოცია, ეს იყო სიტყვები, რომ ჩემგან დაიწყეთ მხილება, რათა მე ეს გვირგვინი მაქვს ღვთისგან. აი რამდენად დიდი სიბრძნეა, რამდენად დიდი ღვთის მოშიშობა, რამდენად მართლმადიდებლური გააზრება ამ ყველაფრის ეს. დიახ, რასაკვირველია, ზოგადად ისტორიკოსები ამ სიტყვას ეძახიან თამარის საპროგრამო სიტყვას. ფაქტიურად აქ უკვე განსაზღვრული არის მისი მეფობის დასაწყისში მოხდა ამ სიტყვის წარმოთქმა და განსაზღვრული არის ის სულისკვეთება, რომლითაც თამარი ეკიდებოდა ამ პასუხისმგებლობას, რაც იყო მეფობა და სამეფო ტახტზე ყოფნა. რასაკვირველია, თამარმა ჩაიბარა საკმაოდ ძლიერი ქვეყანა საქართველო, ამ დროს დავით აღმაშენებელმა ჩაუყარა უკვე საფუძველი ქვეყნის ძლიერებას, მაგრამ თამარის პერიოდში მან თავის მწვერვალს მიაღწია, ძლიერების მწვერვალს მიაღწია. და რასაკვირველია, ეს მოხდა ძალიან ბევრ ფაქტორთან ერთად, თამარ მეფის ძალიან დიდი გამჭრიახობით და მისი შოუმჭვრეტელობით, მისი დიდი პასუხისმგებლობით სახელმწიფო საქმეების მიმართ. და სწორედ ამ სიტყვაში ჩანს, ძალიან კარგად ჩანს ამ სიტყვაში, თუ რა დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თამარი თავის მეფობას. პირდაპირ აქვს ხაზგასმული, რომ მე უფალმა შარავანდედი ესე, ანუ გვირგვინი, ძველ ქართულში შარავანდედი გვირგვინს ნიშნავდა, მიბოძა ჩემი მეფობისათვის და არა იმისთვის, რომ ღმერთს ვებრძოლო. დაიწყეთ ჩემი მხილებით და შემდეგ უკვე ნახეთ რა კარგად აქვთ გამიჯნული რა არის მოძღვრის საქმე და რა არის მეფის საქმე. თქვენ სიტყვით და მე საქმით, თქვენ სწავლით და მე განსწავლით, თქვენ წვრთნით და მე განწვრთნით. და თანაც თამარი ხას უსვამს იმას, რომ ჩვენი სულებისთვის თქვენ ხართ პასუხისმგებელნი ღვთის წინაშე. ამიტომ თქვენ გამოეძიეთ და დაამტკიცეთ ის, რაც მართალი არის და ამაში უკვე საქმით რო აღვასრულო ყოველივე ეს, მე შეგიწყობთ ხელსო.
მართლაც გენიალური სიტყვები არის და ალბათ ყველა ხელისუფალი ვინც სახელმწიფოს სათავეში დგას ძალიან დიდი ინტერესით უნდა ეცნობოდეს ამ სიტყვას და მისთვისაც სახელმძღვანელო იყოს. თან დია ბოდისვიხტი აი ყველაზე მთავარი იცით რა არის თანამედროვე სამყაროში შეიძლება იგივე წარსულს რომ გადახედო ხო თქვა ახლა ისტორიკოსი ბრძანდებით და თქვა აი თანამედროვე სამყაროში ბევრი ხელისუფალის საპრეზენტაციო სიტყვა თქვა ინაუგურაციისთვის წარმოთქმული ამისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ხოლმე და იქაც შეიძლება იყოს მართლაც ისეთი ასე ვთქვათ თანამედროვენით მესიჯები და გზავნილები რაც ემოციას არძევს მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს რჩება ხოლმე მხოლოდ სიტყვად და არ იქცევა ხოლმე ისე სრულდება მათი ხელისუფლებაში ყოფნა საქმეთ და აი აქ მთავარი ეს არის ჩვენ ეთერს მიღმაც ვლაპარაკობდით რომ როგორი საოცარი ადამიანები იქნებოდნენ თვითონ პიროვნულადაც და შენ თქვი საოცარი რამე რომ ჩვენ იმიტომ გვიჭირსო თანამედროვე ადამიანებს იმის გააზრება და ზოგჯერ გვეჩვენება ხოლმე რომ გადაჭარბებული ხომ არ არის ან ისტორიკოსის მიერ გაზვიადებული იმიტომ რომ ჩვენ უკვე სხვანაირად ვაზროვნებთ და ისინი როგორც საუბრობდნენ და მათი სიტყვა და საქმე ერთი აი ამაშია დიდი განსხვავება დავითის მეფობაც ასე იწყება ხო საეკლესიო კრებას ატარებს რა იყო აი ეს მთავარი მიზანი ამ გამორჩეული მეფეებისა რომ სახელმწიფო მართვას იწყებდნენ ანუ ეკლესია მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამე იყო აი ისტორიკოსები როგორ ხსნით ამას რატომ იწყებოდა მათი მიმართვა ეკლესიით თუ როგორ თქვი ანუ იცით საერთოდ ეკლესია არის დიახ უპირველეს ყოვლისა იმის თქმა მინდა რომ ჩვენი მეფეები ძალიან დიდი სულიერებით გამოირჩეოდნენ. ისინი ქრისტიანები მხოლოდ სიტყვით არ ყოფილან, თავიანთი საქმით იყვნენ. ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაშიც, როცა ვკითხულობთ ვახტანგ გორგასლის ცხოვრებას, ძალიან დიდი ქრისტიანული სულისკვეთებით არის გამსჭვალული მისი ყოველი საქციელი. ასე არის ყველა ჩვენი დიდი ქართველი მეფის ცხოვრება. და შესაბამისად, აი ამ სულიერ საზრდოს ეკლესია თავის სიმაღლეზე უნდა ყოფილიყო და შესაბამისად მოსახლეობაც აი ამ დიდი სულიერის საზრდოთი იკვებებოდა და უკვე დაალაგებულ და დაწყობილ სახელმწიფოში გაცილებით ადვილი იყო ყველანაირი პრობლემის მოგვარება. თამარს ძალიან ბევრი პრობლემა შეხვდა, როდესაც ტახტზე ავიდა. ხშირად მithქვამს ხოლმე, იმდენი აჯანყება, იმდენი გამოსვლა მეფის წინააღმდეგ, რამდენიც თამარის გამეფების პირველ ეტაპზე მოხდა, არც ერთი სხვა ქართველი მეფის ზეობის ხანაში არ მომხდარა. მაგრამ ამ ყველაფერს თამარმა ძალიან დიდი დიპლომატიით, ძალიან დიდი სიფრთხილით, ძალიან დიდი შორშჭრეტოლობით უპასუხა და სხვათა შორის ხაზგასმულია ხოლმე მემატიანესთანაც და ისტორიკოსებთანაც, რომ თამარის ეპოქაში ეს იარაღი ჟღარუდი წყდება ერთგვარად და თამარი თავისი სათნოებით, თავისი სიმშვიდით იმორჩილებს ყველას. და მართლაც აი ჩვენ თუ ვნახავთ იმ აჯანყებებს, იმ გამოსვლებს, რომელიც თამარის წინააღმდეგ ხდება, ეს შინაფეოდალური აშლილობები რაც იყო, არსად არ დაღვრილა სისხლი. გარდა მცირე შემთხვევისა. თამარი ყველგან მიდის მოლაპარაკებაზე, მიდის გარკვეულ დათმობებზე და ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც გიორგი რუსი შემოვიდა საქართველოში, იგი უკვე გაძევებული იყო საქართველოდან და იქაც ესეთი საინტერესო არის ბრძოლა ხდება ნიალის ველზე და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უმსხვერპლო ბრძოლა საქართველოს ისტორიაში. მემატიანე წერს, რომ თამარის მხრიდან არავინ არ დაღუპულაო. ნუ ეს უკვე ბრძოლის სტრატეგიიდან გამომდინარე მოხდა და არა თამარის სურვილი, თავისთავად მოიტანა ეს. მხოლოდ ერთადერთი ივანე სარგისიძე დაიჭრაო. ზოგადად იმის თქმა მინდა, რომ თამარი ძალიან დიდი შემწყნარებლობით გამოირჩეოდა. ცნობილია, რომ მან სიკვდილით დასჯა გააუქმა, მან გააუქმა ისეთი სასჯელები, როგორც იყო თვალთდაბნელება, ასოთ მიღება, მსგავსი სასჯელები, როდესაც გამოქონდათ მოსამართლეს, მეფეს უნდა დაემტკიცებინა, ხოლო თამარი არ ამტკიცებდა ამას. და თავისი სათნოებით, თავისი სიმშვიდით, როგორც უკვე ვთქვით, მან ყოველივე დაფარა და ყველა დაიმორჩილა. შეიძლება ასე ითქვას. თამარის დიდი ქრისტიანული სულისკვეთება ჩანს ნებისმიერი მისი მოქმედებიდან. როდესაც ჩვენ ვკითხულობთ თამარს ყავს ორი ისტორიკოსი, ერთი ბასილიეზოს მოძღვარი ასია მიჩნეული და მეორე უცნობი მატიანე, რომელმაც დაწერა ისტორია და აზმანი შარავანდეთთანი და
ორივე ისტორიკოსი ძალიან ვრცლად მოგვითხრობს თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ნებისმიერ სახელმწიფო საქმეს და როგორი ქრისტიანული სათნოებით აღასრულებდა. ეს იქნებოდა ბრძოლები, ეს იქნებოდა სხვადასხვა საშინაო საქმის გადაწყვეტა და ასე შემდეგ. მაგრამ საინტერესოა რომ მისთვის შორჭრეტელი იყო და ძალიან ფრთხილი. აი ამ ქრისტიანობასთან დაკავშირებით მინდა ხაზი გაუსვა. როდესაც თამარისთვის ხდებოდა საქმრო შერჩევა, გიორგი რუსის შერჩევა და დიდებულებმა შესთავაზეს, რომ ანდრია ბოგოლუბსკის ვაჟზე გიორგიზე დაქორწინებულიყო, დარბაზის ხდომაზე განეხილებოდა ეს საკითხი. ამ დროს თამარმა თქვა ასეთი რამ, თამარს რასაკვირველი ამ დროს ძალიან ბევრი მთხოვნელი ყავდა. ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის შუა საუკუნეების სამეფო კარზე ხდება ეს ამბავი. ანუ ქორწინებას ამ შემთხვევაში ერთადერთი დიპლომატიური მნიშვნელობა აქვს. საქართველო არის მახლობელი აღმოსავლეთის უძლიერესი სახელმწიფო და შესაბამისად წარმოსადგენია თუ რამდენი იქნებოდა მოსულნე იმისა, რომ თამარის ქმარი გამხდარიყო და სხვათა შორის ეს ამბები აღწერილი არის თამარის ორივე ისტორიკოსთან და როდესაც დარბაზის ხდომაზე დააყენეს საკითხი, რომ გიორგი რუსი უნდა გამხდარიყო, მისი მეუღლე შეერჩიათ იგი, გიორგი რუსი ჩვენ ვეძახით მას პირველ რიგში ხაზგასმული იყო, რომ იგი იყო ქრისტიანი და იგი იყო მართლმადიდებელი, მაგრამ ნახეთ რას ამბობს თამარი მაცალეთო, არ ვიჩქაროთო, არ ვისწრაფოთო, ვნახოთ ვინ არის იგი, რა ბუნების ადამიანიაო, როგორია მისი სიკეთე, როგორია მისი თვისება, როგორია მისი ხასიათიო, გამცადოთო და გავიგოთო, მისი ქცევა კეთილია თუ სიძრკუეა მისთანაო. იქნასარმეტ ყველა ფაქტობრივად მომავალში. დიახ, აი თამარისთვის, ანუ ამოსავალი ძალიან დიდი სიფრთხილით მოეკიდა ამ ყველაფერს და აი ის რომ თქვათ ის ქრისტიანია, ის მართლმადიდებელია, გასაგებია, მაგრამ თამარია ბუნებით ვინ იყო ის? ანუ რამდენად იყო ის შინაგანად ქრისტიანი? და შედეგებმა კიდეც დაგვარწმუნა, რომ რამოდენიმე წელიწადში თამარმა ითმინაო მისი უზნეობა, მაგრამ მან თავისი სკვითური ბუნება გამოავლინა, როგორც მემატიანე გვიამბობს, მემთვრალეობის სენით იყო დაავადებული და გარდა ამისა სოდომური ცოდვებში ამხილეს იგი და საბოლოოდ გიორგი რუსი ბიზანტიაში გააძევეს და აქაც ძალიან დიდი სულგრძელება თამარისა, იგი გააძევეს არა როგორც შეურაცხყოფილი და დამცირებული, არამედ როგორც უფლისწული. უზარმაზარი საჩუქრებით დატვირთული გაისტუმრეს იგი ექსორიაკოს ბიზანტიაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით ისტორიიდან, რომ გიორგი რუსმა მაინც არ მოისვენა, ესე მარტივად რო ვთქვათ, და იგი დაბრუნდა საქართველოში. შემოდის, დიახ, ორჯერ შემოდის. სხვათა შორის პირველი შემოსვლის დროს თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო მიიმხრო მან და აჯანყებულია მთელი დასავლეთ საქართველო თამარის წინააღმდეგ, მაგრამ თამარი ამის ჩახშობას ახერხებს და აი უკვე როდესაც მეორედ შემოდის იგი ქიზიყში შემოდის მას ამ შემთხვევაში უკვე არავინ მხარს აღარ უჭერს და საისტორიო წყაროებში მისი კვალი იკარგება. საგარეო პოლიტიკას ჩვენ უფრო დაწვრილებით გვინდა შევეხოთ თამარის საგარეო პოლიტიკას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მისი ეს დიპლომატიური ხაზი, ასე ვთქვათ. აი რა მომენტების გამოყოფა შეიძლება, აი როგორი იყო მისი საგარეო პოლიტიკა, რა მახასიათებლები ჰქონდა, რამდენად განსხვავებული იყო, ვთქვათ, იგივე შედარებას თუ გავაკეთებთ წინამორბედებისგან და ასე შემდეგ. დიახ. ისიც თამარის პერიოდში როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს მახლობელი აღმოსავლეთის უძლიერესი სახელმწიფო არის და ამ დროს საქართველოს სამხრეთით აღმოსავლეთში წარმოქმნილი არის თურქ-სელჩუკთა იმპერიის ნანგრევებზე წარმოქმნილი უამრავი ისლამური მაჰმადიანური სასულთნო და საქართველოს ძირითადად მათთან უწევს ურთიერთობა. აღსანიშნავი არის, რომ თამარის პოლიტიკა ამ შემთხვევაშიც განსხვავებული იყო მისი წინამორბედების პოლიტიკისგან. აი ჩვენ ვახსენეთ დავით აღმაშენებელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ძლიერებას. მაგრამ დავით აღმაშენებელს ჰქონდა ასეთი გეზი არჩეული, როდესაც იგი არაქართულ ტერიტორიებს იკავებდა, უშუალოდ უერთებდა საქართველოს. თამარის ისტორიკოსი კი ამბობს, რომ მან არა შერთო სახლის სახსა და აგარაკი აგარაკსა. იგი კმაყოფილი იყო თავისი ძველი მამულით და ესეთი საინტერესო ფრაზა აქვს ნახმარი, რომ შორს განიოტა წურბელასავით ვერ მაძღრისობა და ფიქრობდა, რომ უსამართლობაში და მომხვეჭელობაში არავის დაედო ბრალიო.
ანუ ამ შემოერთებულ ტერიტორიებს თამარი ყმადნაფიცობის ან მოხარკეობის პირობით იერთებდა და იქვემდებარებდა. Ну, თუმცა შეიძლება ითქვას ესეთი ეს იყო დამახასიათებელი, რომელიც იყო ქრისტიანული ქვეყანა, მას უშუალოდ იერთებდა საქართველო თამარის პერიოდში, ხოლო რომელიც იყო ისლამური ქვეყანა, ის ხდებოდა ან ყმადნაფიცი, ან მოხარკე ხდებოდა. ამას ორი მნიშვნელობა ჰქონდა. პირველი ის, რომ შემოერთებული ქვეყანა უნდა სამართავად გადასცემოდა რომელიმე ფეოდალს. Ну, ამ დროს ფეოდალები საკმაოდ განდიდებულები იყვნენ და ეს კიდევ უფრო გამოიწვევდა ამ ფეოდალების გაძლიერებას. რასაკვირველია ამ შემთხვევაში მეფეს ერჩია, რომ ადგილობრივი მართველი დარჩენილი იყო იქ და ის ყოფილიყო მოხარკე ან ყმადნაფიცი საქართველოს მეფისა და მეორე მომენტი იყო თამარი ფაქტიურად მახლობელ აღმოსავლეთში ამით ქმნიდა ქართული ორიენტაციის მქონე პროვინციებს, სახელმწიფოებრივ ერთეულებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებისთვის. ამას პარეზზე ეს ხო ითვლებოდა თია სახელმწიფოს ძლიერებად, ანუ რასაკვირველია პოლიტიკა მისი რასაკვირველია თამარის ეპოქა მოიტანა რომ ესეთი პოლიტიკა გაეტარებინა და თამარმა აი ამ ყმადნაფიცობის პირობით შეიძლება ითქვას რომ დაიმორჩილა და დაიქვემდებარა მთელი ჩრდილოეთ კავკასია და ასევე მახლობელი აღმოსავლეთის ძალიან ბევრი ქვეყანა და სასულთნო და სხვათა შორის თამარის ისტორიკოსი როდესაც ხას უსვამს რომ იგი ერიდებოდა უსამართლობაში და მომხოჭელობაში ბრალი არ დაედოთო ნახეთო მან რამდენი გლახაკი მეფე შეიწყალაო რამდენი დევნილი თავის ტახტზე დააბრუნაო და შემდეგ ჩამოთვლის ამას ამის მოწმენი არიანო ოსებიო ღუნძნიო ქაშაგებიო სახლის შირვანშელთაო სახლი დარუბანდელთაო ტრაპიზონელთაო კარნუქალაქელთაო იგი ჩამოთვლილია მთელი ის ქვეყნები სადაც თამარ მეფემ ზოგჯერ დევნილი მეფე დააბრუნა ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ის ქვეყნები რომელიც ხო მისი ყმადნაფიცი იყო და აი სწორედ ამ პოლიტიკის საშუალებით მან შეძლო საქართველოს გაძლიერება. Ну, რასაკვირველია ყველაფერი ამაში ხელი შეუწყო იმ ფაქტორმაც, რომ ამ დროს მსოფლიოში მიმდინარეობდა ჯვაროსნული ომები, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა იყო კონკრეტულად 2004 წელს მოწყობილი, რომლის შედეგადაც დაეცა ბიზანტია, ბიზანტიის ტერიტორიაზე რამოდენიმე იმპერია წარმოიქმნა, ძირითადი ლათინთა იმპერია იყო და სწორედ ამ პერიოდში ხდება ლაზებით დასახლებულ შავიზღვისპირეთის სამხრეთ ტერიტორიაზე ტრაპიზონის იმპერიის დაარსება. Ну, რასაკვირველია საგარეო ფაქტორებიც ხელს უწყობდა თამარს ამაში. თუმცა ვიდრე აქამდე მივიდოდით, მანამდე იყო ისეთი დიდი ბრძოლები, როგორიც იყო შამქორი და როგორიც იყო ბასიანი. შეუძლებელია რომ ამ ბრძოლების შესახებ არ ვისაუბროთ. შამქორის ბრძოლით, როგორც მიიჩნევენ ისტორიკოსები, საქართველომ თავისი პოზიციები განიმტკიცა სამხრეთ აღმოსავლეთით, ხოლო ბასიანის ბრძოლით თავისი პოზიციები განიმტკიცა სამხრეთ დასავლეთით. აღსანიშნავი არის, რომ აი ამ ბრძოლების აღწერის დროს ქართველი ისტორიკოსები მოგვითხრობენ და კიდევ ერთხელ ხას უსვავთ თუ რა დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა და რამხელა ქრისტიანული სულისკვეთება ჰქონდა თამარს ლაშქრისადმი, ბრძოლისადმი და იმ გამარჯვებებისადმი, რომლის მომლოდინეც იყო მთელი ქართველი ერი. სამხრეთ აღმოსავლეთში ელდიგიზიანთა საათაბაგო იყო ჩამოყალიბებული, აქ ოჯახში შიგნით იყო დაპირისპირება და ყველაზე ძლიერი მათ შორის იყო ერთ-ერთი ძმა აბუ ბექრი, რომელიც მეორე ძმას ამირ მირმანს დაუპირისპირდა. ამირ მირმანი შევიდა თავშესაფარი ითხოვა შირვანში. ნუ შირვანი იყო საქართველოს ყმადნაფიცი ქვეყანა და აბუ ბექრი შირვანშაჰსაც და ამირ მირმანსაც ავიწროვებდა და თავს ესხმოდა. აი ამ შემთხვევაში მათ უკვე დახმარებისთვის მიმართეს მეფე თამარს და თამარი ჩაერია. რასაკვირველია ამ ამბავში მან ბრძანა რომ ლაშქრობა მოეწყოთ. ცხადია
ილდეგიზიანებიც თავის მხრივ ემზადებოდნენ ამ ლაშქრობისთვის. ცნობილია, რომ მემატიანე მოგვითხრობს მათმა წარმომადგენლებმა გლოვის ნიშნად ჩავად შეიღებეს სახე, ხელები ეახნენ ხალიფას და ხალიფასგან ითხოვეს დახმარება. ნუ ხალიფა მართლაც არ დაიშურა და გახსნაო თავისი ძველი საუნჯენი, უამრავი სიმდიდრე გაიღო, რომ ლაშქარი შეეკრიბათ და მათი ლაშქარი წამოვიდა, ქართველთა ლაშქარი და ელდეგიზიანთა, უფრო სწორად შეიძლება ითქვას, რომ თურქ-სელჩუკთა ლაშქარი შეხვდა შამქორის ველზე ერთმანეთს. ეს ბრძოლა მოხდა 1195 წელს და ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. სხვათა შორის ამ ბრძოლაში ხალიფას მიერ გამოტანებული დროშა ხელთ იგდო შალვა ახალციხელმა და იგი გელათის მონასტერს შესწირა. და საინტერესო არის, რომ აი თამარი, როდესაც ლაშქარს აცილებს, შემდეგ ნათქვამია ისტორიკოსთან, რომ ის ფეხშიშველი მივიდა მეტეხის ტაძარში და დადგა ლოცვად. და როგორც კი საერთოდ ეს ბრძოლა ხდებოდა, ბრძოლა იწყებოდა საქართველოს მთელს ეკლესია მონასტრებში, დაიგზავნებოდა ასე ვთქვათ ბრძანება, რომ მათ ლიტანიობით ღამე უნდა გაეთენებინათ და ებრძოლათ ქართველთა ლაშქრის გამარჯვებისთვის. ელოცად, დიახ, ელოცად ქართველთა ლაშქრის გამარჯვებისთვის. და თვითონ მეფე აი ამ ღამის თევის ლოცვებით თავად მეფე არა მხოლოდ ბრძანებას გასცემდა, რომ სასელოცა თვითონ რა თქმა უნდა პირველ რიგში თვითონ იყო მისაბაძი მაგალითი და ასე რომ მოხდა ბასიანის ბრძოლის დროს და აქ ძალიან საინტერესო არის მემატიანეს აქვს ასეთი სიტყვები, რომ თამარმა გააცილა ქართველთა ლაშქარი ბასიანის ველზე, სადაც რუქნადის ებრძოდნენ უკვე რუმის სულთანს და მებრძოლებს მიყვებოდათო წმენა ქრისტესი და თამარის ცრემლიო. თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა პასუხისგებლობა იყო ქართველი მეომრისთვის, ქართველი ვაჟკაცისთვის, როდესაც ქალი მეფე მას აცილებდა, ლოცავდა, ის ფაქტიურად მათ უფლება არ ჰქონდათ, რომ უკან შერცხვენილები დაბრუნებული იყვნენ. მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, როგორიც სადაც მათ მოუწიათ რუქნადითა ბრძოლა. თქვენთვის ცნობილია და ყველასთვის ცნობილია რუქნადინმა რა შემოუთვალა თამარ მეფეს ეს დიახ მისი პირადი შეურაცხყოფა იყო. დიახ, ძალიან მოკლედ თუ შეგიძლია გვიპასუხო, გადავაცილოთ დროს იმ დროინდელ მსოფლიოში მისი სახელის შესახებ, ანუ რამდენად მოწიწებით პატივით და რამდენად იცოდნენ. დიახ, სხვათა შორის თამარის ისტორიკოსი ხას უსვამს ამას, რომ მთელს აღმოსავლეთში და დასავლეთში, იმიტომ რომ ამ დროს ჯვაროსნული ლაშქრობებია, როგორც უკვე ვთქვით და ძალიან დიდი კავშირებია და ძალიან კარგად იცნობენ თამარს, ყველგან მის სახელს ახსენებდნენ და ნუ იმ სივრცეში რასაკვირველია, რომელიც თამარს ჰქონდა ჩაბარებული სამართავად, ეს უშუალოდ საქართველოს იქნება თუ საქართველოს მადნაფიცი ქვეყნები, რასაკვირველია თამარს ადიდებდნენ და ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ იმდენი თქმულება, იმდენი გადმოცემა, რამდენიც მეფე თამარშია, არც ერთ მეფეს არ უკავშირდება. და ძალიან საინტერესო არის თამარის აღსასრული. ჩვენ ვიცით, რომ თამარი მძიმესენით დასნეულდა, დაუძლურდა, იგი გარკვეული პერიოდი მალავდა თავის დაავადებას და აქაც მისი დიდი ბუნება იკვეთება და როდესაც უკვე მიხვდა, რომ მას დიდი დღე არ ეწერა, მან შეკრიბა თავისი დიდებულები და უთხრა, რომ მათ აბარებდა თავის შვილებს რუსუდანს და ლაშას და რუსუდანს, ლაშა გიორგის და რუსუდანს და ამათ შეგივსონ ჩემი დაკლებულიო. ხოლო შემდეგ მისი ლოცვა არის ცნობილი, როდესაც მაცხოვარს მიმართავს, რომ პირველ რიგში მან უფალს შეავედრა თავისი ქვეყანა, სამშობლო, სისხლით და შენითა მოგებული ერს შეგავედრებ, შემდეგ შვილები შეავედრა და ბოლოს სული ჩემიო. და ძალიან კარგი წერილი აქვს ამასთან დაკავშირებით ისტორიკოს ლოვარდ ტუხაშვილს, სადაც თავდაპირველად მას მოჰყავს ის დამოკიდებულებები მსოფლიო ფილოსოფიიდან, რომელიც ეხება ქალს, სადაც ამბობენ, რომ სიკვდილის წინ ადამიანი რჩება მარტო, რომ ქალი ხდება ეგოისტი და ასე შემდეგ და ბოლოს მოყავს თამარის აი ეს ცნობილი ლოცვა, სადაც ამ ყველაფერს აბათილებს დიახ და პირველ რიგში თამარმა ჯერ სამშობლო
სამშობლოში ავედრა, შემდეგ შვილები და ბოლოს უკვე საკუთარი თავი. ფაქტიურად როგორ იცხოვრა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, აი ასეთივე იყო მისი უკანასკნელი ლოცვაც. ანუ რანჟირება როგორც ქონდა ცხოვრების მანძილზე დაცული, რომელიც იყო მისი უპირატესი თავის ცხოვრებით დაამტკიცა და თავისი უკანასკნელი ლოცვით. და ძალიან მინდა ბოლოს ერთი სიტყვები გაუსვა ხაზი, რომელსაც თამარის ისტორიკოსი ამბობს, რომ თამარიო ვერაფერ ვერ მიდრიკაო, ვერც ამ სოფლის მშვენიერებამო, ვერც სპათა სიმრავლემო, ვერც პატიოსანი ქვების სიუხვემო, იგი ბოლომდე დარჩა სუფთა და წმინდაო. და ამ სიტყვებზე დაყრდნობით ივანე ჯავახიშვილი ამბობს და ძალიან ხშირად ეს სიტყვები უყვარს მის უწმინდესობას ილია მეორის და ხშირად იმეორებს ხოლმე, რომ ადამიანს რყევნის ძალაუფლება, ადამიანის სულს და სიმდიდრე. თამარს ჰქონდა ორივე, მაგრამ იგი წმინდანია. ღმერთო რა საოცრებაა, ძალიან მიჭირს რომ და შევაჩეროთ საუბარი, დასრულდა თეატრო. ძალიან საინტერესო საუბარი და არ გვეყოთ რა, თუმცა გამორჩეული ადამიანები იყვნენ, არა. ცხოვრებაშივე წმინდანი და შეგვეციოს ეს დიდი წმინდანი და ალბათ ყველა ქართველის ოცნებაა, რომ განთლიანდეს საქართველო და მე გულწრფელად გავამხელ, არ ვიცი, ამდენად ღირს ეთერში ამის თქმა, მაგრამ მე როცა ჩემი სამშობლოსთვის ლოცულობ ხოლმე და შევავედრებ, სულ რაღაცა მივდივარ ხოლმე აი ამ ორი მეფის ხატთან, წმინდა დავით აღმაშენებელთან და წმინდა თამართან და შეისმინონ ჩვენი თხოვნა და გამთლიანება. თამარმა როგორც ქალმა მეფემ შეიძლება ითქვას, რომ დედის ფუნქციები იტვირთა ქართველი ერისთვის და ყველა ქართველი მასში დედის წიაღს ხედავთ და თავშესაფარს. დიდი მადლობა ჩვენი და ამ ღვთისმსწავლობით. დიდი მადლობა ქალბატონთია. მე შევახსენებ ჩვენს ტელემოყურებელს ისტორიის დოქტორი თია ქართველიშვილი გვესაუბრებოდა თამარ მეფის ეპოქის და მისი საგარეო პოლიტიკის შესახებ.